ამ დღეს ეკლესიაში ორი საკითხავი გიწევდა. სამოწყოში ეს მოწყოს მიერ გაყრინება დავითასი. აღდგინება და აი ამ გარღვეულის მოწინააღმდეგე არისთან თეზდაში ყოველთვის მანდოზე უფალმა რომ გადააყენა. ато ეჩია ეკლესია აი ამ პირას გარღვეულის კვირა და ის საკითხავი მაგათ ის იმ გარღვეულის ხსენება ხდება, გახსენება არა ის კაპელაუმში ის სახვიდანო ჩაუშვეს. ეს სხვადასხვა არის. ეს და შედარება გავაკეთოთ დაბითასა და ამ გარღვეულის შორის. დაბითასთვის მივიდა მოთუნები, ეს მოთუნდა სთხოვეს რომ აი ჩვენი ყველას გვიყვარდაო. კერავდა ხსოვდა და ურიგებდა ყველას სამოსელს რომ ფილმოქმედი იყო. და უჩი ყველას გვიყვარდა ეს. ამ გარღვეულისათვის უფალთან არავინ არ მისულა სათხოვნელად. არა მაგრამ რომ არც არავინ არ ყავდა. თუმცა უფალმა გინდა განკურნებოდა და ამ წლები როგორ არ უნდა განკურნებოდა, მაგრამ არა მყავსო ვინმე რომ მიმიყვანოს წყაროსთან ჩამოიგოს ხელში. იგი ყველასგან მიტოვებული იყო. უფალმა არ მიატოვა. აი როგორ განსხვავება, ესე იგი იქ ხელმოქმედ ადამიანს ყოველთვის აქვს მოსიყვარული მისი, მადლიერი მისი ადამიანი. ამას არავინ ის რაღაცა ამ ადამიანს ისეთი რაღაცა თვისება ჰქონდა რის გამოც მას აღარ კი მოიყვანს ზატოზე წავიდა თავიდან მოიშორეს უფლის ანაბარად დარჩა მაგრამ უფალი არავის არ ევიწყებს უფალი ყველას ხედავს უფალი ხელმოგვედი ყველასათვის აი ამ გარღვეულთანაც მოვიდა რატომ მოვიდა იმიტომ რომ ამ გარღვეულს რა ჩადენი ქონდა საქმე ჩვენ არ ვიცით. აი არ გვეუბნება არაფერს ამას. მაგრამ ერთი რამეა რომ გმობაში არ იყო ჩავარდნილი. ელოდებოდა რომ ოდესღაც ვიღაცა გამოჩნდება, ვინც ჩაუშვეს წყალში და განიკურნება. ანუ სასოება ქონდა კიდე ადამიანს. და არ დაწინაოდა, არ განიკითხავდა, არ გმობდა. აი ამ თვისების გამო უფალმა მიხედა მას. აღადგინა ისინი სანამ. მაგრამ ახლა შეხედავთ რომ ეთე მოწყული რომ მივიდა, ითხოვა და იმ სულწის მადლით რომ უფალმა რა დამოუყენს ეს მოწაფეებს. ისე ღვთის მიერ ის მადლით მოცემული მადლით აღადგინა და ყველა მადლიერი მადლობელი ამ ადამიანს არავინ არ გამოუჩნდა ისეთ გაუხარდა მისი განკურნება ამ გარღვეულს ერთი რამ არის რომ ტაძარში მივიდა და იქ მას ხო დაინახა მას ხო ჰკითხეს რომ შენო შაბათ დღეს რატო ადექებდა ეს ზარზი აიზეო შაბათ დღეს არ შეიძლებოდა მის კეთებაო ვინც განკურნაო იმან მითხრა ვინ იყო და არ ვიცი სახელი არ ვიცი არც იკითხა აი საოცარ თვისება არც იკითხა რომ მადლობა შენო და გახსოვთ 10 კეთროვანი ფონი განკურნა 10-დან ერთი მოგუნდა და დიდება უფრო შეწირდა მადლობა და დაყვალისა 9 სადარია ისიც რომ განკურნა ანუ აი არის უმადურობა ადამიანების. ვინმე თვითონ რაღაცა ისეთ მოხდა და წესებს ასრულებენ, წავიდნენ რომ მდელს აჩვენა, მაგრამ მდელმა განკურნა, უფალმა განკურნა. მაგრამ უფალმა დაადგინა მდელი რომ დაამოწმოს საზოგადოების ის რომ ეს განკურნებული არის. ანუ თავისუფლ საშუალებას.
აი აქაც ეს აღდგენილი განული ტაძარში მივიდა. რის მივიდა ტაძარში. დევთან ქრის მოწვევდიდო განულობა არ იყო ისინი რომ გამოცდილებდეს. მადლობის შეძინა ღვთისათვის არა. იესო დაინახა. უფალმა განჭვიდა მისი ზრახვა და უთხრა განიკურნეო წადი და ნუღარს წოდაო უარესი არ დაგემართოსო ამას სინანული არ ქონდა განსაცდელი წოდა რატო იყო ყველგან მიტოვებული და დაუშალა იმ ახლობლებს ათესვებს მეზობლებს არჩევს და მადლობა არც უფალს შეწია და ეხლა უფალი წადი ნუღარს წოდაო ანუ რასაც ჩადიოდი რის გამო ყველა მიგატოვა აღარ გაიმეორო და უარეს დაგემართება უფალმა რამატო განკურნა იზრუნა მისი მომავლისათვის თუ შეისმინდა სიტყვას როგორ შეისმინა აი სახელი აქვია იესო წავიდა და ფარისევლებს მიუტანა იესო ქვია იმასო ანუ თუ დანაშაულ ჩემზე კი არ არის ვინ განკურნა ის დასმინა აი ეკლესია გვახშობს ჩვენ რომ ღვთის წყალობით ჩვენ ვართ მადლობთ უფალს ყოველთვის ყველაფრისათვის და მივიღეთ შეწევა ღვთისაგან მადლობა უფალს შევწირო და გვახშობდეს წადი და ნუღარს წოდაო უარესი არ დაგემართოსო აი ეს შეგონება არის ჩვენთვის რომ იქ ამიტომდეთ აღადგინა ეს გარღვეული პატრონო მიტოვებული ყველასგან რომ იმედი აღარ უნდა ქონოდა მაინც ქონდა იმედი ვიღაც გამოჩნდებოდა ბოლოს და ეს იმედი არის უფალი ყველასგან მიტოვებულთან უფალი მოვა მაგრამ ის განკურნების შემდეგ შეიცვლება უფალმა დაინახა უთხრა წადი და ნუღარს წოდაო უარესი არ დაგემართოსო აი ეს ჩვენთვის ყოველთვის გაფრთხილება რომ ვეძლევა ჩვენ ღვთისგან სიკეთე რწმენისა მიხედვით სასწრაფოების მიხედვით ხელმოქმედების მიხედვით სხვადასხვა საფრთხეებები შეიძლება ადამიანს კონდეს და უფალი ხედავს ყოველდღე მიტოვებსაც ხედავს უფალი მაგრამ ჩვენ თუ ხედავთ უფალს ჩვენ თუ ვიმეცეთ უფალს ამ გარღვეულმა ვერ შეიცვალა. ისევ ჩათვალა უბრალო ადამიანი იყო. შეიძლება უბრალო ადამიანს აღედგინა ამ ბეწის მანდრზე დაგვდომილი ადამიანი. და აი სასწაული ეს მაგ ვერ განიცა და ვერ იზო. ვერ შეიცვალა, მადლობა ვერ აღშეწირა. ტაძარში დაინახა ქრისტეს სახელი გაიგო და დაასვენა. ნათლად იმის იყო და განიკურნე მადლობა შენ და უფალო. არა. აი საოცება და ჩვენ შეიძლება და შობდა ბრმა რომ უფალმა განკურნა და იცით იდგა მაგრამ რომ ნამდვილად განკურნა და მე უკვე მაცხოვრდა მივიდა უფალმა ითხრა და წამსულ ძელ ათისავდა რომელია ვინ არის მე ვარო და დაემუწაფა ქრისტეს. აი სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა ხომენ იმ წყალობაზე თვითონ ეძლება. ვიღაცა მადლიერია და ვიღაცა ჩირვა უმადლი. და ეს გვაფრთხილებს რომ აღგომისთან და მადლი მოეფინა მთელ სოფლიოს, მაგრამ სოფლიოდან ყველა მიწუნა. არა. უდიდესი მოხდა. არა მარტო აღდგომამდით ქრისტეს. ამაღლებაზე ცოტა. და აღდგომა ლაზარეთ აღადგინა. ესა ილიამას გააცოცხლა, მაგრამ ის გაცოცხლებული ისევ იგივე ადამიანი რჩება. ანუ დაცემული ბუნების მატარებელი რჩება. მას კიდე ჭირდება განწყედა მომავალში. ქრისტეს მოსისას. საერთოდ სამჯალოზე. ეს ავტომობილი და
მაცხოლის ავტომოს სხვა არის. და უფალმა მართას ლაზარეს დას უფალმა ითხრა წამსო ადგება ძმაშენ ლაზარე და წამსო უკანასკნელ დღესო უფალმა უთხრა მე ვარ ადგომა და ცხოვრება მე ვარ და თაყვანის ამას აი ეს არის უფლის წყალობა და მადლი და სიმართლე ცხადი ხდება ქვეყანაზე მაგრამ ვერ ხედავს ამას ვერ კიდე წინააღმდეგება ხოლმე ცოტას ამიტომ ეკლესია ვახშენს რომ ხარობდეთ ქრისტეს აღდგომით არ გახსოვდეთ თქვენი თავი რომ თქვენ ღვთისიაში როგორ ხართ ქველმოქმედი ხართ მიმტევებელი ხართ მონანული ხარ წვენი ხარ თუ არა საშუალო ხარ თუ არა რომ უფალმა ჩვენთვის ყველას დიზრუნა რომ ის მეოდ მოსისას ჩვენი საყოთა აღიმსას სამჟაროზე ჩვენ გამართლებით თუ არ გამართლებით უფალმა ჩვენთვის ყველაფერს იასურა რომ გამართლდეთ მაგრამ ჩვენგან არის შესასრულებელი რა საქმე მადლობა უფალს დიდება უფალს და წყალობა ღვთისა ყოველთაშე და მიტება ცოდათა და შენდობა ყოველში ეს არის ქრისტიანობა